კაცხის სვეტის აღმოსავლეთით მის ეზოში რამდენიმე ეკლესიის ნანგრევი შეიმჩნევა. ერთ-ერთი მათგანი შედარებით უკეთესად არის შემონახული. აი ამ ტერიტორიაზე იყო ძველი საღდარი თავისი სამრეკლოთი, რომლის კვალიც ამჟამად არსად შეინიშნება. აი ეს კიდევ ამ ადგილას იყო ამოშენებული კედელი დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე, რომლის დანგრევის შემდეგაც კაცხის სვეტის აღმოსავლეთით გამოჩნდა ჯვარი, ბოლნური ტიპის ჯვარი. ასეთი ჯვარი ჩვენ გვხვდება ბოლნისის სიონში. უпростоოდ იქ ნახეს პირველად, იქ დაფიქსირდა პირველად ასეთი ფორმის ჯვარი. ბოლნისის სიონის ტაძრის მშენებლობა დასრულდა 357 წელს. აქვე კაცხის სვეტთან დგარა მრავალწლოვანი ცაცხვი, რომელიც 1973 წელს ქართლს წაუქცევია და მის ფესვებს ქვეშ აღმოჩნდა აკლდამა, რომელიც სანამ არქეოლოგები მოვიდოდნენ, უკვე გაძარცვული აღმოჩნდა. როგორც სოფლის მოსახლეობა ამბობს, ამ აკლდამაში უნახავთ 8 ნეშტი, 8 ადამიანის ნეშტი. ალბათ სავარაუდოა ეს იქნებოდა აქ მესვეტეთა, სულიერ მამათა ნეშტები, რომელთა კვალი ამჟამად აღარსად არ არის აქ. კაცხის სვეტის ძირში დაბანაკებულთ მალე სოფლის ბავშვები შეუერთდნენ. ასევე ექსპედიციას დაუახლოვდა ყოფილი მთასვლელი ვაჟა მოდებაძე და მისი ძმისშვილი ბადრი მოდებაძე, რომლებთან ერთად ბირიქს გაუყევით კაცხის სვეტის მოპირდაპირ ეკლდეში ნაკვეთი ქვაბულისაკენ, რომელიც ერთ დროს სვეტთან ერთად ერთ კომპლექსს ქმნიდა. ეს გამოქვაბული კლდის ძირიდან დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლეზეა ნაკვეთი და შესაძლოა ამოშენებულიც იყო თავის დროზე. ბილიკიდან გამოქვაბულის შესასვლელ ბაქანზე გადასვლა მცირე კლდის შემოვლით ხდება. შესასვლელი ბაქანიდან ვიწრო ხვრელით გავდივართ დიდ ბაქანზე. ასეთ ხვრელთან საკმარისი იყო ლოდის დადება და მომხდურისათვის მიუვალი ხდებოდა მთელი სახიზარი. საოცარია ბაქანზე გაველურებული ვაზის ნახვა. ნუ თუ აქ მყოფთ ვაზის გახარებაც შეძლეს კლდეზე.
აქ შემორჩენილია ძველი სამლოცველოს ნანგრევები. თვით ეს მასივი არის კარსტული წარმოშობის და თვითონ ეს ობიექტი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ესეც ცხადია კარსტული სიღრუვე არის. ამჟამად წყალი აქ არ არის, მაგრამ არიან თვითმფრინავები, რომელთაც უნახავთ აქ დაგროვებული წყალი, რომელსაც იყენებენ აქ მაცხოვრებელი ბერები.